რომის ცენტრში იდგა ქართველი მეფე, რომელსაც იმპერია პატივსცემდა. დიახ, არ მოგესმათ. სწორედ აქ მარსის მოედანზე, კაპიტოლიუმის ბორცვზე ქართველ მეფეს ფარსმან მეორე ქველს ზეგლი დაუდგეს. დიახ, ქართველმა მეფემ დაიმსახურა რომაელი იმპერატორების გვერდით საპატიო ადგილი დაემკვიდრებინა. ფარსმანი იბერიის მეფე იყო მეორე საუკუნეებში. ძლიერი, დამოუკიდებელი და იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი კავკასიაში. რომთან ურთიერთობაში ის ამტკიცებდა, რომ პატარა ქვეყნებსაც შეუძლიათ დიდების სიმაღლეზე დგომა. ამბობენ, რომ როდესაც ფარსმანი რომში ანტონიუს პიუსმა მიიწვია, აქ მოხდა იმ ეპოქისთვის ძალიან უჩვეულო ფაქტი. აი აქ, წმინდა ადგილზე, კაპიტოლიუმის ბორცვზე, სადაც გამარჯვებული სარდლები თავიანთ გამარჯვების მარშს სწორედ აქ ასრულებდნენ და იუპიტერს მსხვერპლს წირავდნენ, ფარსმანსაც მიცეს უფლება თავად შეეწირა მსხვერპლი. ეს ადგილი მხოლოდ იმპერატორებისთვის იყო განკუთვნილი და ის ფაქტი, რომ ფარსმანს ეს უფლება მიანიჭეს, ნიშნავდა იმას, რომ რომაელებმა ქართველი მეფე საკუთარ სიმაღლეზე იმპერატორების თანასწორად აღიარეს. მოგვიანებით კი ფარსმანს ხენზე ამხედრებული ძეგლი დაუდგეს ბელონას ტაძართან, გამარჯვების ქალღმერთის წინ. წარმოიდგინეთ, ქართველი მეფე რომის ცენტრში იმპერიის გმირების გვერდით. მეტსახელად რომის ხალხის მეგობარი მეფე. სამწუხაროდ საუკუნეებმა ყველაფერი გაანადგურა. დღეს არც ბელონას ტაძარია შემორჩენილი და არც ფარსმანის ძეგლი. მაგრამ შემორჩა ისტორია ოდესღაც ჩვენი გავლენებისა და ძლევამოსილების შესახებ.